როგორ მეცხოვრა მე რელიგიურად და ზნეობრივად. ამისათვის ღმერთის ადამიანად მოსვლა საჭირო არ იყო. ამისათვის არსებობდნენ წინასწარმეტყველი შედარებით წმინდა ადამიანები, რომლებიც სუფთა გულით იგებდნენ ღვთის მცნებებს და გადმოგვცემდნენ. უბრალოდ ჭურჭლად გამოიყენებდა რომელიმე ადამიანს და ათქმეინებდა. რა პრობლემაა ღმერთისათვის. საქმეც იმაშია, რომ მე როგორ ვიცხოვრებ, ამას ჩემთვის გადამრჩენელი მნიშვნელობა პრინციპულად არ აქვს. ანუ თვისობრივად, არსობრივად ჩემი ცხოვრება მე ვერ გადამარჩენს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანთა, ქრისტიანთა უდიდეს უმრავლესობას აქვს ილუზია, რომ ის სწორად რადგან ცხოვრობს, ამიტომ ის ცხონდება იმის გამო, რომ სწორად ცხოვრობს, იმიტომ რომ სხვებზე უკეთესია, იმიტომ რომ უფრო ზნეობრივია, უფრო გონიერია, უფრო კეთილშობილია, უფრო მეტი სიყვარულის უნარი აქვს, უფრო რელიგიურია, უფრო მოღვაწეა, უფრო მლოცველია და ასე უფრო მეტად გამცდელია ღვთისმადლისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვითონ უფრო ვიდრე სხვა და გვახსენდება, ხო, იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ. მადლობა ღმერთო, რომ ესეთი კარგი ვარ და არა ვარ ესეთი ნაგავი, როგორც ეს არის, მეზვერეზე მიანიშნა. გვახსოვს ეს იგავი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულად, იმდენად უნდა ვიცნობდეთ საკუთარ თავს, რომ საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი შეგრძნებებით უნდა გვესმოდეს ის ჭეშმარიტება, რომ გადავრჩენილიყავი, რომ იმ სრულყოფილ მარადულ ბედნიერებაში შევსულიყავი, რაზეც თავიდან გესაუბრებოდით, ამისათვის არ იყო საკმარისი ჩემი ცხოვრების წესი, მე როგორ ვცხოვრობ, არამედ ის თავად ის, ვინც სამყაროს შექმნა, ის უნდა მოსულიყო, ჩემი ბუნება განეახლებინა, ჯერ თავის თავში, რომელიც მიიღო და მერე ამ მიღებულ, განახლებულ და განხთობილი ბუნების მიერ მომცემდა რა მას საიდუმლოებრივად, მისტიკურად დაარსებდა რა თავის ეკლესიას და ეკლესია მისი განხთობილი სხეულის გაგრძელება, ჩემი ბუნების განღმრთობასაც ეძლებდა, როგორც ყოვლის შემძლე არსება. და თავიდან შემქმნიდა მე. ქრისტიანი ხდება ახალი ქმნილება, როგორც წმინდა წერილში რამდენიმე ადგილას პირდაპირ ასე გვიწერია. ახალ თავიდან ქმნიდა, როგორც აი დაბადებიდან მას თავიდან შეუქმნა თიხით თვალები, რომელიც მოზილა თავის ნერწყვში, აი ასე ამგვარად თავიდან ქმნის ის ადამიანს. ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, ზნეობრივ რელიგიური, მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, მხოლოდ იმისთვის ხას უსვავ, რომ ჩემი სინანული, ჩემი არჩევანი, რომ ქრისტე შენთან მინდა, ეს ცხოვრების წესით დასტურდებოდეს.